Global business ამბებზე ვისაუბროთ და დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატებით, სადაც იუსტიციის დეპარტამენტმა და ვაჭრობის დეპარტამენტმა ოფიციალური ბრალდება წარუდგინეს სუპერ მიკროკომპიუტერის თანადამფუძნებელს და ვიცე-პრეზიდენტს იხ შიან ლიავს. ესე იგი ეს ადამიანი ეს კაცური კაცი რასაკეთებდა თურმე Nvidia-ს ჩიპებს, რომლის ექსპორტიც ჩინეთში არის აკრძალული, აკრძავნიდა გაერთიანებულ საამიროებში, მათ შორის შეიძლება საუდის არაბეთშიც. მე აყალბებდა დოკუმენტაციას და ამ გაყმებულ დოკუმენტაციის წყალობით ჩინეთში ყიდდა პირდაპირ Nvidia-ს ჩიპებს. რითიც რა თქმა უნდა საფრთხეს უქმნიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოებას, ინტერესებს და არღვევდა რამდენიმე ფედერალურ კანონს ერთდროულად. ამავდროულად არღვევდა ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო გარიგებას ჩინეთსა და ამერიკას შორის. ანუ მთელი ბოლო პერიოდის დავა არღვევდა ჩინეთის სასარგებლოდ. ხო, არღვევდა ჩინეთის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, რომ მთელი დავა ბოლო პერიოდში სხვათა შორის ამერიკასა და ჩინეთს შორის რაც იყო დაკავშირებული ამ ჩიპებთან, ამ ტექნოლოგიასთან და ამ კაცის არსებობის გამო, როგორც ჩანს, არც ამ დავას ჰქონია აზრი დიდად და არც გეოპოლიტიკურ მოლაპარაკებს რაღაცნაირად აი ტრამპიც და სი ძინპინიც მოკეთ გაღიმებული დატოვა ამ კაცმა. იხ შიან ლიავი ეს ნიჭიერი ადამიანი პროკურატურის განცხადებით სუპერ მიკროს თანადამფუძნებელი პირადად კურირებდა ლოგისტიკურ ჯაჭვს და ხელს უწყობდა რა თქმა უნდა რომ დოკუმენტაცია გაყალბებულიყო, რათა ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი დაეფარა და ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებისთვის გვერდი აიარა. ინვესტორები რა თქმა უნდა შიშობენ რომ Nvidia-სთან პარტნიორობა რისკის ქვეშ დადგება, თავად სუპერ მიკროსთვის, რადგან ანუ კომპანიამ შეიძლება დაკარგოს უფლება. ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ახლა სუპერ მიკროს Nvidia ამ შემთხვევაში, როცა ინფორმაცია გავრცელდა 20%-ით შემცირდა აქციების ღირებულება, საინტერესოა რა თანხის გაუმუშავება მოახერხა ამ პერიოდში, ამდენად ძვირად გახონდა უღირდა თუ არა ასე ვთქვათ კომპანიის დაღუპვა ფაქტობრივად აი უამრავი კანონის დარღვევა საკუთარი თავის ერთი ჯერ გამოძიება მიდის შედეგებს უნდა დავულოთ ბატონო გიორგი შეიძლება მართალია ეს კაცი და საერთოდ არ მიქონდა ჩინეთში და უბრალოდ აყალბებდა დოკუმენტებს ხო შეიძლება უბრალოდ კი უბრალოდ აყალბებდა და შემთხვევით გაქონდა პლანეტის ყველაზე მეტად სანქცირებული პროდუქტი ჩინეთში ისე რომ არ იცოდა რა რა ხერი მიიღო ამასაც გვეტყვის ალბათ გამოძიება რა ხაზია საუბარი ბატონი ლიავი რომ კარგზას არ ადგას ეს ნამდვილად ვიცით აი ამისი თქვა შეიძლება დღეისათვის დადასტურებით. გადავიდეთ მომიჯნავე თემაზე AI-ზე, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე და ორი გიჟური იდეაზე, რომელსაც ავრცელებს ამჯერად ჯეფ ბეზოსი. მასკი არ არის ამჯერად ჯეფ ბეზოსი, ოღონდ იგივე ინდუსტრიაშია, კოსმოსშია ისიც, თავისი Blue Origin-ით, რომელიც სხვათა შორის მასკის SpaceX-ის თავარი კონკურენტია და მოკლედ Blue Origin-ი აპირებს გაუშვას კოსმოსში სატელიტები. ეს ძველი ამბავია, ამაზე არ ვსაუბრობთ. ის აპირებს გაუშვას 51600 სატელიტი, ოღონდ მას უნდა რომ ეს სატელიტები გამოიყენოს არ უბრალოდ ინტერნეტის გამოგზავნისთვის, არა. დეიტა ცენტრების კოსმოსში მოწყობისთვის. აი ამიტომ უნდა ამ სატელიტების იქ გაშვება, მოკლედ ჩვენი მონაცემები უნდა წავიდეს კოსმოსში, რასაც ChatGPT-ს ვეთქვით ან Gemini-ს და აი იქ უნდა დამუშავდეს. შეიძლება გაჩნდეს ლოგიკური შეკითხვა. იქიდან გვიპასუხებენ რა თქმა უნდა, კოსმოსიდან პირდაპირ. შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა რატომ? და აქ ამას ორი ახსნა. პირველი ახსნა ის არის, რომ კოსმოსში არის ულიმიტო ენერგია, ანუ მზეს შეგიძლია ყოველთვის 24 საათის განმავლობაში უყურებდეს ეს სატელიტი და არაფერი ხელი არ შეეშლება მას, არც ამინდი და არც არაფერი. და ნუ მეორე, ხო, ღრუბელი იქ არ არის არაფერი და ნუ მეორე ის არის, რომ გაგრილება ვაკუუმში არის უფრო მარტივი, ნებისმიერი რამის, ვიდრე დედამიწაზე, სადაც ამინდია, ხალხია, რეგულაციებია, მთავრობებია, მშენებლობებია და ასე შემდეგ. ეს ლიმიტები აქ არ არის, ამიტომაც კოსმოსი ბოლო პერიოდში ტექ კომპანიებისთვის იქცა რაღაც სანუკვარ წერტილად, აი ყველა ოცნებობს ახლა იქ გაშვებაზე თავიანთი სატელიტებისა და დეიტა ცენტრების. როგორც ვიცით, უკვე 2027 წლიდან დაიწყებს ბეზოსის კომპანია გაშვება სატელიტებისა და კლიენტიც ყავთ. ეს კლიენტი იქნება ბეზოსის Amazon-ი, AWS-ის მიმართულება, რომელიც შეიძენს კოსმოსური დეიტა ცენტრების გამოთვლის მძლავრებს და თან კიდე ერთი უნიკალური პირადესობა ისიც რა არის. თანამედროვე სამყაროში, მოკლედ ტექ გიგანტებს ოპერირებისათვის ჭირდება დეიტა ცენტრები, რაც მათ აქვთ. სოფლიოს მასშტაბით რაღაცა ევროპაში აქვთ, ამერიკაში აქვთ, აზიაში აქვთ, რა თქმა უნდა, ყველგან აქვთ ძირითად ადგილებში. მაგრამ არის ლოკაციები, მაგალითად აფრიკის რამდენიმე ქვეყანა, სადაც არც ტექ გიგანტს არ აქვს დეიტა ცენტრი და იქ უბრალოდ მონაცემების დამუშავება ვერ ხერხდება, მაგრამ კოსმოსური დეიტა ცენტრი, სადაც გინდათ იქ იქნება შესაბამისად Amazon შეიძლება რომ თავისი სერვისები და მონაცემები იქ დაამუშავოს, სადაც მოუნდება. Amazon-ი მინიმუმ იქნება. ორი კომპანია ხო, ვინ შეიძლება რომ იყოს? მესამე ვინ შეიძლება იყოს? აი შენ. ასევე დადასტურებულად ვიცით რომ იქნება Meta.
ამ ინდუსტრიაში მეოთხევი შეიძლება იყოს. მეოთხე არ ვიცი მე გეტყვი ქართველი დეველოპერები. ქართველი დეველოპერები რატომ გადაწყვეტე ქართველი თუ დეველოპერები? ათვისება მოხდა ისე როგორც გეგმა ის ფული ქართველი შეუნა თუ იქნება ქართველი დეველოპერები შეეძლებიან კოსმოსში დეიტა ცენტრის გამოვოთ, მაგრამ ხო, ნუ რაღაცნაირად შეიძლება. კარგად საქართველოს ვერ მოვავით თავი ხა დიდ დეიტა ცენტრების განვითარებას, მაგრამ მეოთხე კოსმოსში კომპანია ქართველი დეველოპერები. კარგი. ტესლაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც ესე იგი აპირებს რომ ჩინელი მწარმოებლებისგან დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების მზის პანელები იყიდოს და ასევე ელემენტების საწარმოო აღჭურვილობა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ამერიკის შეერთებულ შტატებში მზის ენერგიის სიმძლავრის 100 გიგავატით გააზრდას გეგმავს და ამ ინფორმაციას აუცილებს Reuters შეიძლება ესთვის პანელები კოსმოსისას უნდოდეს ხა მასკს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით დედამიწაზე უნდა განთავსება და 100 გიგავატის გამომუშავება. იანვარში მასკმა განაცხადა, რომ მზის ენერგიას შეერთებული შტატების ელექტროენერგიის სრული საჭიროების დაკმაყოფილება შეუძლია და ასევე იმ გაზრდილი მოთხოვნისა, რომელიც დეიტა ცენტრების მოთხოვნას უკავშირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მზის ენერგიის სრულად ათვისება. დაახლოებით 20 მილიარდი იუანის, ანუ 3 მილიარდ დოლარის ღირებულების აღჭურვილობის ნაწილს, მათ შორის ტრაფარეტული ბეჭდის საწარმოო ხაზებს ჩინური მარეგულირებისგან ექსპორტის ნებართვა დასჭირდება, ისე ვერ წავა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა მოცულობის აღჭურვილობას დასჭირდება დამტკიცება, რა დრო დასჭირდება ამ პროცესის დასრულებას, ასევე ჩინურ კომპანიებს მიწოდება მიმდინარე წლის შემოდგომამდე დაევალათ წყაროს თქმით ტვირთი ტეხასში გაიგზავნება. მასკი გეგმავს, რომ მზის ენერგიის სიმძლავრეები, რა თქმა უნდა, ძირითადად ტესლასთვის გამოიყენოს, თუმცა ნაწილი SpaceX-საც გამოადგება და თანამგზავრების ენერგო მომარაგებასაც მოხმარდება. ხო, კიდევ ერთ შეშლილ მეწარმეზე და მილიარდერზე უნდა ვისაუბროთ, ანუ ბეზოსი, მასკი და ჰუანგიც არ უნდა გამოგჩეს, რომელიც NVIDIA-ს კონფერენციაზე GTC-ზე გამოვიდა, არაერთი საინტერესო განცხადები და მისი ერთ-ერთი განცხადება განსაკუთრებით მომხდა ყურში და დაახლოებით ასე ჟღერდა. მოკლედო, ჩვენთანო NVIDIA-ში დღეს დასაქმებული არისო დაახლოებით 75,000 ადამიანი, რა თქმა უნდა, უმეტესობა არის ვებ დეველოპერი და ზოგადად IT სპეციალისტი და მეცნიერი და მკვლევარი, ჩვეულებრივი ადამიანები იქ არ არიან, ძალიან ტკბიანი ადამიანები მუშაობენ იქ და ასევე ჰუანგი ამბობს იმასაც, რომ ამ 75,000 თანამშრომელს ყავთო დაახლოებით 7.5 მილიონი AI აგენტი. ანუ ერთ თანამშრომელზე ყავსო დაახლოებით 100 AI აგენტი და აი ამ პროპორციით ვაპირებთო ჩვენ განვითარებას და სავარაუდოდ სხვა კომპანიებიც ასე აგუყვებიან. მოკლედ აქ ლოგიკა რაში მდგომარეობს. ამ შემთხვევაში ყველა თანამშრომელი ხდება მინი მენეჯერი, უბრალოდ მის მენეჯმენტში გადადის AI აგენტების მთელი ასე ვთქვათ, არმია და ეს AI აგენტები ასრულებენ ამ ადამიანის რეალურ საქმეს. აი მაგალითად, თუ NVIDIA-ში არის, არ ვიცი, ბუღალტერი, ამ ბუღალტერს ყავს რამდენიმე AI აგენტი, რომლებიც აკეთებენ რეალურად საქმეს, უბრალოდ ბოლოს ეს ბუღალტერი გასცემს რაღაც ბრძანებას, ან მოაწერს ხელს, თუ კი მას მოეწონება ის ნამუშევარი, რასაც AI აგენტები მისთვის შეასრულებენ. ჰუანგის აზრით, ყველა ტექ კომპანია ჯერ სილიკონის ველზე აი ამ მოდელზე გადავა, შემდეგ უკვე სხვა ტრადიციული და საშუალო ზომის კომპანიების გადავლენ და ბოლოს უკვე ფინალურ ფაზაში მთელი პლანეტის ყველა კომპანია იქნება ასეთი, ანუ მენეჯერები, დამფუძნებლები, ინვესტორები და AI აგენტები, რომლებიც შეასრულებენ ყველანაირ ვირტუალურ და ციფრულ საქმეს, ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ საქმეს, ამ მიმართულებით ჰუანგი ფიქრობს, რომ რობოტები იქნებიან ისინი, ვინც დასაქმდებიან და ფიზიკურ დავალებებს შეასრულებენ. რამდენად გამოვა ხა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს, მაგრამ AI აგენტების ინტეგრაცია რომ დაიწყო, ამისი უარყოფა უკვე შეუძლებელია. ხო, ამას ადასტურებს ისიც, რომ ბევრ კომპანიაში თანამშრომელთა რაოდენობა დრამატულად მცირდება. ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის მაგალითად ჩინური Alibaba, 2025 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა მკვეთრად დაახლოებით 34%-ით არის შემცირებული. გასული წლის დეკემბრის მონაცემით კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი იყო 128,197 და ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი იყო 194,320. როგორც ირკვევა, პერსონალის ასეთი მასშტაბური კლება ძირითადად ოფლაინ საცალო ვაჭრობის აქტივების, მათ შორის სანარტის და ინთაიმის წილების გაყიდვამ განაპირობა, ამასთან კომპანიის კვარტალურ მომოგებამ 77% დაიკლო, რამაც ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასს 6%-იანი ვარდნა გამოიწვია. რა თქმა უნდა, AI-ის როლი ამ თანამშრომლების შემცირებაში არის, თუმცა არც დიდი და დრამატული, როგორც სხვა ფაქტორებისა, Alibaba-ს შემთხვევაში. აქ უფრო გასხვისების თემაა. გასხვისების თემაა და რა თქმა უნდა, AI ნელ-ნელა შეიძლება მათი AI-ის წილი გაიზარდოს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ბიზნეს გარიგებების და გადაწყვეტილებების არის სათავე თანამშრომელთა რაოდენობის კლების.